სალამი გამარჯობა ჯიმი, როგორ ახარ? არა მიშავს. ხუთშაბათია დღეს, ხო? ხუთშაბათია დღეს, კი ბატონო. განკითხვის დღის დღე არის. რას მელაპარაკები? უყურეთ, აღარაფერი გვიდგას, იმიტომ რომ ნიკო მთადარიგი დაიჭირა, მაყურებელი რო არ გააღიზიანოს. წინასწარ გაანადგურა, არა? არაფერი არის ხო. ანუ არაფერი გამინადგურებია, ყავდავლია და გადავდგით იქით. ნიკო, ისა მაინც რადგანაც თეფშზე და საჭმელზე ვილა შენი წმინდა სამი საუნჯე რა საშუალო ქართველის არის მწვადი ხინკალი ქაბაბი. ოკეი. შენ რას მოცხებდი წმინდა საუნჯეში? გაგეფრთხილებინე რაღაც მომზადილი დაგუგლული ვიქნებოდი და რაღაცას კარგად. შენი. ბურგერი, შენი მაინტერესებს. ქართული ქაბაბი არ შედის ტოპ 3-ში, ამ ჭამხოლმე, მაგრამ ეგრე ძალიან არ ვიждები რა ქაბაბის საჭმელად, ან როგორც წესი ხინკალს ხო ჩავსვამდი. ეგრე ძალიანაც არ მიყვარს, მაგრამ ხინკალი თან ჯანკად არ ითვლება არა, ჯანკ ფუდად და რამე. მე არ მივიჩნევ ჯანკ ფუდად საქართველოს ქართული კულინარიის ერთ-ერთ მწერვალს. ხო. რანაირად ნომივიჩნევ. მწვადი? მწვადი უფრო მიყვარს. ხო, მაშინ აბა ქაბაბი გაწიე და ჩებურაკს ჩასვავდი? არა, ხაჭაპურს. ხაჭაპურს? აბა ხა იმერული ხაჭაპური ტოპ ერთ-ერთი თავარი არის. მწვადს ჩასვავდი. მწვადი? რამე ბოსტნეულისაც რო იყოს, ფხალეულზე არ გიждები ესე. ლობიო. ლობიო ყველანაირი გინდა ამოლესილი, გინდა კირკაჟი, გინდა ამოულესავი. ჭადთან ერთად ლობიო, ჩვენ ვეგანი მაყურებლებიც ყავს და აი მე ასაკში დავაფასე ფხალეული. ძალიან ესე ამრეზით უყურებდი და არ თვლიდი რომ ეს იყო რაღაცნაირად ესე ბჭყალებში კაცურის, რაღაც უფრო ხორციანი, შემწვარი რაღაც ესეთი და აი ბოლო რამოდენიმე წელი არის, აი ყველანაირი ფხალეულზე ვიждები. ყველა რამ ჭადი ყველი და ფხალი და რაღაცა და როგორც გავიკითხე, არა მარტო ჩვენ ვიждებით ქართველები, აი თუ კი ვინმეს ქართული კულინარიიდან რამე მოწონს, მათ შორის ეს ფხალეული. ეგრე იქნება, კი. ხო, ზეგან ჩებურეკი ვახსენეთ, ნიკო. ჩებურეკზე რას ფიქრობ? ანუ არაფერია ჩებურეკი ისეთი ის არის. არც გაგახსენდება რა. იმიტომ რაღაც ბოლო დროს ის რაღაც ის შემხვდა რილსები, რაღაც ესე სასწაულ ჩებურაკებს აკეთებენ ამ თბილისში, გობერილი ონორი არა ის ჩვენი მეგობარი. თუ პალმების არის ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვი ყავს ხო, მეგობარი. რომ სად არის? ხო. ანუ არ ვიცი. რაღაც ის იმას საჰაერო ბურთივით არის რაღაც ეგეთი აი ეს უილიამ ფოგი და პასპორტო რომ მოგზაურებდნენ მაგ ჩებურეკი. ისე ხო, რას ფიქრობ რა, შენთან ხა კულინარიული თეორიული ცოდნებიც გაქვს, საერთოდ რა არის, კაი საჭმელია. მე ჩებურეკი მივიყვარს რა. ხო, მე მანდაც ხინკალები ცოტა წვენიც უნდა ქონდეს, ხო იცი არა. მე უფრო პატარა ჩებურეკის კაცი ვარ მართალიობით ხომ. ადვილი საჭმელი ხელით უნდა ეს ძალიან ეგზოტიკურია რაც უნდა. ეგ არის გადასაღებად კარგია და ალბათ გემოზეც კარგი იქნება, მაგრამ ნუ ეს არის მე არ მიყვარს, მაგას თავის დროზე ჩემ პოდკასტებად სამქონდა მილაპარაკია, რომ ბურგერს რო ჭამდა ხელთათმანებით რომ მოდის ხოლმე. ძულს, იმიტომ რომ მთელი მუღამი ბურგერის არის, რომ დაიჭირო ორ პურში ჩადებული იყოს ხორცი და ჭამო. ეკონტაქტო და თუ ეხა უნდა ამოვიგლაგნო და რაღაცეები იქნას თუ შეიძლება რა. რატო დავიწყეთ მაგაზე საჭმელს? რა ვიცი, აი თეფში რო არა გვაქვს ვითომ ვაპრავებ ამ ამბავს და ანუ თეფში არ არის, მაგრამ ვლაპარაკობთ მას. ხო და რას ვამბობ? ჩებურეკთან მე მაქვს ეს ბავშვობის მოგონებები ძალიან ეგეთი. ხო და მეც ეგრეა, აი შეიძლება მილიონი წელი არ გამახსენდეს, მაგრამ სადმე თუ ვნახო, ყოველთვის გული მიმიწევს. ჩებურეკი ბოდიში რუსული მე მგონი რაღაც უფრო თურქული სამყაროს კერძი უნდა იყოს, არა? შიგთავსი როგორც წესი ხინკლის არის ხოლმე, ვისაც ხინკალი აქვს და ისე ცალკების შეზავებას არ აკეთებენ და ცომში ამოვლებენ ხოლმე და წვავენ ზეთში ხარშვა ქვია, დიფრენს თუ რა ქვია ჩვენთან. ხო, მოკლედ ესეთი სასარგებლო და შეიძლება არ იყოს დიდად ესე ჯანსაღი საკვები, ხო. მაგრამ აი ბავშვობის ესე იგი რუსთავში იყო ძალიან ცნობილი საპელმენე მერანი, სადაც ნუ ეს პილმენი, ეგეც ის არის, არა ჩვენი ეროვნული სამზარეულო და ჩებურეკი. დავდიოდით ბავშვობაში სპორტზე, ჭიდაობაზე. თბილისის ქუჩა იყო, იქ ის იყო რა, ჭიდაობის სექცია და იქიდან ხა წარმოიდგინე მე-5, მე-6 კლასელი ბიჭები, იქ მაგარი ნავარჯიშებთან ჭიდაობა ძალიან დამღლელი არის, აი
ქანცის გაზრომამდე და რომ მოვდიოდით ეს რიტუალები თქონდა იქიდან წამოსულები უნდა შევსულიყავით მან და ჯერ ისედაც ბავშვი რო ხარ გარეთ ყვება გევასება აი სახში რა პელმენი უნდა გააკეთონ ისეთი ან რა ჩიბურეკი რომ ის აჯობოს იმა ეგ კი არა სკოლის კატლეტი რომელშიც ხორცი არ იყო ის გერჩივნა იმას სახში გაკეთეს ხო და იქ რომ მოკლედ ესეთი მშიერი ახლა ბავშვის ემოცია და ესა მშიერი დაღლილი და ესე იგი 36 კაპიკი ღირდა ერთი ულუფა პელმენი 2 მაქვს ვიღებდით ჩებურაკი ღირდა 15 თეთრი და ის არყის ის ბირიოსკა არყის ხის წვენი ბანკებით იყო ერთი ჭიქა და ახლა ხო გეუბნები ერთ-ერთი ბავშვობის კარგი მოგონება რაც არის ეგ ამბავი ხო ეხლა რო გაჭამ რომ ნახე ეს ვიდეოები ის ალექსანდრე უჩებურეს ეძახის ხო ძალიან ეგეთი ის არის ეს არტ ჩებურეკი ანუ ესეთი არა გაჩნია როგორ თავისი არსით ჩებურეკი არის იაფიანი გარეთ საჭმელი შემწვარი რაღაცა ტიპი მაგრამ როგორც გააკეთებ იმის მიხედვით იქნება მე სკოლიდან მივდიოდი ხოლმე ხანდახან ფეხით სადღაცა ვაგზალთან არ ვიცი რომ ჯიგრის ერაშკი მეჭამე რომელიც 44 ღირდა და ძალიან მომწონდა ბავშვობის ახლა რო გასინჯო შეიძლება ვერ ვჭამო იმიტომ რომ რა ჯიგარი შიგნით იყო რა ზეჩი იყო შემწვარი ხო ალბათ არ იყო კაი მაგრამ ხო და უყურე ეს ისას საპელმენე სადაც დავდიოდით ხო მე 90-იან წლებში და იმაში მოისპო ხო და ხო გეუბნები იქ როგორი ის იყო იცი ჟეტონებით იყო ეს ანუ ერთი ულუფა ერთი ჟეტონი ორი ულუფა და იქ იმაში სამზარეულოში იხედებოდი იქ ორთქლში რაღაც ტიპები და ძალიან ის იყო რა აი რაღაცნაირად რომანტიული რაღაც და მე 90-იან წლებში დაიხურა ის რაღაც სხვა რაღაცა გაიხსნა და ბოლოს ისევ ხო უბრუნდებით ამ იმას რაღაც წარსულს და ნოსტალგიას რაღაცა ისევ გახსნეს ახლაც არის დარწმუნებული ვარ ახლა უკეთესებს აკეთებენ მაგრამ გავსინჯე ის არ მოიტანა რა ხო იქ სხვა ფაქტურა იყო რაღაც ბავშვობის ისა ხო და რაღაც ანეკდოტი იყო რომელიც მოყოლვას არ დავიწყებ მაგრამ ეს ტიპი ბუშტებს აბრუნებს უკან რომ რამე ჭირსო გამყიდველი ეკითხება არა უბრალოდ სიხარული არ მოაქვს ეგ არის ხო და ეს დიდი რო დავინახე რაღაც ძალიან ეს იმათ მოხდა ხო და ისე ამ იმას უძრავი ქონების აგენტსა და ეგეთ ჩებურეკის გამყიდველს შორის რა კავშირია ის რა კავშირია რაღაც გარკვეულწილად ორივე ჰაერს ყიდის აი ეგეთია ხო რაღაც ეგეთია ძალიან დიდია არასოდეს არაჩვენეს დაფუშული ხო იმიტომ რომ ნაკლებად დამბეჭდავია ხო და იცი რა არის ჩემთვის ეგ მისაღები არის ანუ ეგ მართლაც და რაღაც ცოტა საინსტაგრამე ტიპი არის მსგავსი საინსტაგრამე ნოვაციები არის რომელიც ჩემი აზრით უნდა ისჯებოდეს არ ვიცი სისხლის სამართლით თუ რითი მაგალითად არ ვიცი გინახავს თუ არა ხინკალი რომ მშობიარობს აუ მაგ ეგ ვერ ვეგუები ანუ კი ვერც არც ეგ არის მე მგონი რაღაც რუსული ნოუ-ჰაუა არ ვიცი რა არის მაგრამ ერთი დიდი ხინკალია თუ არ გინახავთ რომელსაც გაჭრია და შიგნით ხუთი ამშობიარებენ რასაჭირო ანუ საკეისრო კვეთით ამშობიარებენ დედა ხინკალს არანაირი აი ხო გეუბნები ვიღაც ტიპებისთვის არის აი პროცესია და ამიტომ არის ვიღაცისთვის საინტერესო რა ხო ბანალურად მოიტანე შეჭამე არ ყოფნის აი მოვიდა ამშობია საკეისრო გაუკეთა რაღაცა ხო ახლა ნიკოს ხოჭორს მე სულ ადრე მილაპარაკია და მე რაღაც ვიდეო შემხვდა შეფ ლუკა ნაჭრები ალაპარაკობდა ხაჭაპური რო დაგვეჩაგრა რახან ვახსენე სამება ქართული იმის იმერული ხაჭაპური არ არის ფოტოგენური გემრიელობით კულტურული მნიშვნელობით ყველაფრით პირველ ადგილზეა მაგრამ ბევრი უცხოელი ჩანს ხაჭაპური გონია აჭარული ხაჭაპური იმიტომ რომ უკეთესი გადასაღებია შეხედა ვიზუალია რომელიც მოსაყოლია ანუ შეხედა ანუ აჭარული უფრო რა ეგ გონიათ რომ არის ჩიზბოут არის ხაჭაპური და ეგ ხაჭაპური სახელად ქვია თორე სხვა კერძი არის კი არა ვერჩი რაღაცა ზაფხულში გემრიელად შეჭამ მაგრამ იმერული ხაჭაპური ქვაკუთხედია ჩემი აზრით ქართული კულინარიის და აჭარული ხაჭაპური არის თუ არის კაია მაგრამ ჯერ ერთი ხაჭაპურს შეჭამ სხვას ვერაფერს ვეღარ შეჭამ იქა ის განაყარებს და იმერული არის რომ იმერულ ხაჭაპურში კიდე ის არის გასადა ტაფაზე შემწვარი თხელი ანუ ყველანაირი არის აუ რატო ერთი 20 წუთია საჭმელი ხო და ნიკო ფიქრობს ახლა რა ჯიმი როგორ გადავა ახლა იმაზე როგორ და ნიკო ყველა ამ სუფრას გინდა ჩებურეკი იყოს გინდა ხაჭაპური იყოს როგორც ყოველთვის ყავს ხოლმე თამადა და თამადები არაკლია საქართველოს პარლამენტს. აი ლადო კახაძის ფუნქციას სულ ფიქრობ რო გამოდის სიტყვით, ხო?
გველი, კაცი გველი ეხო. არა, ტიპი სულ ამბობს სადღეგრძელოს. აი მე ახლა ადრეც მქონდა რაღაც ვიდეო სკოლებზე ლაპარაკობდა. აი ეს უნდა გახდეს ეკოლოგიის ცენტრები, სპორტული კერები. ახლაც რო ილაპარაკან, აი კატამარანია, ესე იგი ლოგიკა. აი თამადას ხო, ქართული თამადა შეუძლია ნებისმიერ სადღეგრძელო. ახსენი კატამარანი რა მხრივ ახსენა? ხო, მოკლედ საქართველოს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი გპ-ის გაერთიანების რეფორმა, რომელიც ამ გაერთიანებას გულისხმობს, აი ასე ახსნა ამ იმის რეფორმის სულისკვეთება, რომ ეს არის ორი დიდი ისტორიის და ინფრასტრუქტურითაც ყველაზე დიდი სასწავლებლები არის და ეს არის ორი უზარმაზარი ლაინერი, რომელიც მიცურავს ამ სოდნის უზარმაზარ ოკეანეში და მათი გაერთიანება უფრო ეფექტიანი იქნება, რადგანაც ესენი გაერთიანდებიან და იქცევიან ერთ დიდ მძლავრ კატამარანად. კატამარანი ეს არის იგივე ესეთი კატერია ორი ცალი ტიპი რო აქვს რა. ორ ნავზე დამდგარი, მოკლედ ასე ვთქვათ, ხო და ხო რისი თქმა მინდა, იცი, ნებისმიერი მისი გამოსვლა, აი ან მინისტრი მოდის, ან პრემიერ-მინისტრი მოდის, ან რაღაცა უნდა გააправოს ბჭყალებში, ხო? არის აი უცბად შედის თამადის როლში, იმიტომ ჩვენ ახლა ჩვენს გვითამადია, მოგითამადიანი. ცნობილი გამოცდილი თამადებიც გვინახავს, ხო? ნებისმიერ სადღეგრძელოს იქ რა ჭირდება, ხო? დიდი სურათიდან მოწყვეტილი პატარა სულ 2-3 საფეხურიანი ლოგიკური ჯაჭვი. ლოგიკური ჯაჭვი და ყველაფერი არის დიდებულად, ყველა გიყურებს აქტოვანებული და ყველა კმაყოფილია ბედნიერი. უცბად შედის თამადის როლში და ესე აправებს იმას თორე. ახლა ამ ლოგიკით, ხო? ნიკო, ჩვენც რაღაცნაირად კატამარანი ვარ და იმიტომ ვერ ვიშლებით, გაიგე, რომ სამყაროს ესე ურჩევნია, რომ ერთად ვიყოს. ჩვენ მე და შენზე ხო, აი შენც დიდი ლაინერი ხარ უზარმაზარი და მეც მე მგონი არანაკლები, გაიგე და აი წახვედი, მაგრამ მაინც აქ ახარ, იმიტომ რომ ამ უზარმაზარ ოკეანეში, ცხოვრების ოკეანეში, ხო, ჩვენ ასე რომ კატამარანად უფრო გავიტანთ თავს. შენ რას ფიქრობ? ბატონ ლადოს მე მგონი ბატონ ლადო თვითონაც იცის რომ არავის მისთვის არ უკითხავს და არც რო დაშლილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სხვადასხვა პატარა უნივერსიტეტი და სხვა ანალოგია ექნებოდა. რა საპირველია მაგას გეუბნები თამადა მოუძებნი და უცბად სალკე ამ ორი ინსტიტუციის მე არის ხოლმე ლაპარაკი აბა მოგწონდათ გპ-ი, ეხა მოგეწონათ გპ-ი, რო აქამდე ლანძღავდით, ნახე როგორი დანგრეულია ინფრასტრუქტურა, რომელიც იმაზე კი არ არის გაერთიანებაზე დაშლაზე თუ ასე შემდეგ, არამედ მაგამდე როგორ მივედით და რატო? რამდენად გაუმჭვირვალე პროცესი იყო, ვინ მიიღო გადაწყვეტილება? ეხლა განათლების მინისტრი არ არის განათლების აკადემიკოს არ არის სპეციალისტიც არ არის ახლა ესეთი. ხო, ანუ არ არის რომ დაჯდა და აინახე რა არ იყო დარწმუნების მცდელობა, ანუ ჯერ მსჯელობაში არავინ არ ყოფილა ჩართული. მე როცა ხსნიდნენ ეს პროფესურა და ხელმძღვანელობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ამბობდნენ რომ ეხლა დავიწყებთ მსჯელობას რექტორატს რა მსჯელობას დაიწყოთ ვინ გკითხა საერთოდ არა ბოლოდან დაიწყო ამ გადაწყვეტილება მიღებულია ახლა ჭირდება თვითონ სასწავლებლების იმ აკადემიური საბჭოების და იქ სტრუქტურების და იმის თანხმობა მაგრამ აქ უკვე თან მინისტრის მოადგილე ეუბნება რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არისო ანუ ესე იგი თქვენთვის ჯობია რომ დაგვეთანხმოთ იმიტომ რომ ეს მაინც უკვე ესე იქნება და თანხმობა თუ არ განაცხადეს არ გაერთიანებენ ხო ეგ არის ანუ ეს არის მან ერთი არის რომ რატო ვინ როდის მიიღო გადაწყვეტილება ვის კითხა თან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი თორე შეიძლება პროგრესის წინააღმდეგი არავინ არ არის შეიძლება ყველაფერი ერთში გავაერთიანოთ და კატამარანი კი არა ის იყოს რაღაც ტრანსფორმერი ეგეც შეიძლება რომ აი ნახე ეს ჩვენ ჭირდება ტრანსფორმერი რომელიც ერთი მანქანა გარდა იქნება რობოტად რომელიც მიფრინავს კოსმოსში რატომაც არა აი შენ რო თქვი სიტყვაზე არა გაერთიანება, არამედ დაშლა რო ყოფილიყო, ხო? დაშლას როგორ გაამართლებდა ესე რომ მტერი ფხიზლად არის და მტერს რატო შეუწყოთ ჩვენ ხელი, რატო უნდა მოვახდინოთ რისკების დივერსიფიკაცია, ერთ კალათაში ყველა კვერცხი ხო არ უნდა ჩავდოთ, არა? მაგალითად, ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაცვლად ჯობია იყოს 4-5 იმიტომ რომ ერთს და არ ტყავს 4 დარჩება, ორს და არ ტყავს 3 დარჩება და ასე დაიბნება ბოლოს და ბოლოს, ხო? რატო არ არის ლოგიკური? ანუ იტყვი რომ თქვა მაღლივი რო არის ცალკე, ისედაც შორს არის. კი. იყოს ცალკე, მაგრამ
ვაიმე ძველი გაზეთების ქექვისას ნახე ეს როგორ ჩანს სანამ ააშენებდნენ ამოირჩევდნენ ეს მაღლივი კორპუსის ტერიტორიას აპირებდნენ ნიკო აი ეს დამატებით ინფრასტრუქტურის შექმნას აი ეს იმაზე ფიქრის გორის ტერიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო პირველი კორპუსი და რაღაც ხიდივით იქნებოდა ინფრასტრუქტურა აქეთ ამ კორპუსებისკენ ფიზიკის ინსტიტუტი რაღაც ის დამატებითი კიდე რაღაც კორპუსები უნდა ყოფილიყო ზოოპარკამდე ზოოპარკის აქეთ ვერის მარჯვენა სანაპიროზე აქეთ მხარეს უნდა აშენებულიყო რაღაც 10,000-იანი სტადიონი და რაღაც სპორტული კომპლექსი და ხო ბიბლიოთეკა უნდა აშენებულიყო მაგ ტერიტორიაზე სადღაც 5 მილიონი წიგნის მოცულობით და რაღაცით და აი მე გეგრვა ეშენებინათ მით უმეტეს ახლა რა ამბავი იქნებოდა ეგ ტერიტორია ხო ხდები ახლა იქ საცხოვრებელი კორპუსები სადაც არის მოსახლეობასთან ურთიერთობით ძნელია ამას ახლა დეველოპერული იმის მადის გაქანება ხო ვერ შეიკავო თავი ახლა მოგიწევს და აი რო აეშენებინათ ეგ ყველ 61 წლის რაღაც იანვრის კომუნისტში რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი სტატია იყო ესე ვით მომავალი 5 წლების გეგმა და გრანდიოზული რაღაცა წარმოიდგინე ახლა პირველი და მეორე კორპუსის მასშტაბის რაღაც აქეთ მხარეს ვარაზის ხევის მეორე მხარეს და მაგას რომ ლაპარაკობ გული მისკდება იმიტომ რომ რამდენი ზოგი დადასტურებულად ზოგი უბრალოდ ხმებმოწ რომ რეები იყიდება ხო საგანმანათლებლო შენობები ან ინსტიტუტები ან რაღაც რომელიც დიდი ხანია არსებობს და კარგ ადგილას მდებარეობს და სადაც კორპუსებში ჩადგამენ მერე და საშვილიშვილოდ იქნება შერყვნილი და მიჯირყვნილი ხო რაღაც ადგილები რომელშიც დიდი ხანია რაღაც ცოდნის სანთელიან თუ ავად თუ კარგად ზოგი უკეთესად ზოგი უარესად მაგრამ აი ეს შერჩევითი მიდგომა ახლა იმ პროპაგანდისტულმა მედიამ აჩვენა ამ ტექნიკური ბაიც ამ პოლიტექნიკურით მახსოვს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგიერთი კორპუსები რომლებიც არის ავარიული მოუწესრიგებელი და ასე შემდეგ იცი რა არის აკრედიტაციას როცა აძლევენ და რაღაც ლიცენზიებს და იმებს ძალიან კაცრ იმაში პრესში ატარებენ კერძო სასწავლებლებს არ დავასახელოთ კონკრეტულად რომელს და შარსდენ ხო მიმირია იმაში არც თუ მტრულ გარემოში მონაწილეობა როგორც ლექტორს და აქ სანამ თვალი არ დაადგეს ხო სანამ თვალი არ დაადგეს ავად თუ კარგად სანამ თვალი არ დაადგეს ვერ შეამჩნიეს ეს ავარიული და ესეთი მოუწესრიგებელი ისა მდგომარეობა რო ქონდა სიტყვა სასწავლებლებს მე მგონი შარშან ვახსენეთ ვიღაცის TikTok-ი იყო ძალიან აჩვენებდა რა ხდება და საშინელი ხო ეს ისეთია რომ რატო კუდი არ გახურავს ახლა ეგეთ ინფრასტრუქტურულ იმას ჯერ ერთი ვისაყვედურობ ხო სახელმწიფო საკუთრებაში არის და მიხედე და მოუარე შენ ხო ნებისმიერ ისა ისეთი კამერები აყენია რომ არაფერი გამორჩებათ იქ ვინ იმაზე ტროტუარიდან ჩამოვიდა და ვინ ტროტუარზე ავიდა და რა გახდა იმ კორპუსების კონტროლი თუ ან აუდიტორიების თუ არ მოგწონს და თუ ხო როგორ გამოგეპარა ამდენი წლების განმავლობაში აკრედიტაციის გაცემისას ხო ხო იცი როგორ თან იცი რა არის კიდევ ერთხელ რომ ეხლა მეგობრებიც რო ლაპარაკობთ ხომ ზოგი არის რომ ნუ იქნება გპ არ არის პრობლემა რომელიც მაგაზე არ არის იქნება არ იქნებაზე არ არის როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და რატო და რანაირად იგივე ახლა ტექნიკური განათლება მსოფლიოში არის ბოლო 15-20 წელი არის ძალიან ისეთ სერიოზული ტენდენცია რომ ხარი დაუჭირონ უნარჩვევების მიცემას არა მაინდა-მაინც ვთქვათ აკადემიურ განათლებას არამედ ხარატი რო გახდე ან დურგალი რო გახდე იმისი კურსები რო დაამთავრებ და უცებ იცი საქმე გულაპარაკია მაგაზე მანამდეც და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ კაი ხარატი ალბათ ბევრი მასჯობია. არა, მე არა მაქვს არანაირი ის არა მაქვს სრულწმენა და რაღაც წინასწარი რაღაც განზრახულობით ან ის დამოკიდებულება ნებისმიერი პროფესია არის ესე იგი ცოდნასთან დაკავშირებული რაღაც ხელგარჯილობასთან დაკავშირებული პროფესიონალიზმი არის ყველაფერი. აი ადამიანი ჰარმონიულიც არის, ლამაზიც არის. აი საათობით მიყურებია მჭედლის მუშაობისთვის. ის ცხოვრებაში სიტყვაზე ჩვენ სოფელში იყო კიტესა მჭედელი ნალებს, ლურსმებს, რაღაც ეგეთი მეებს აკეთებდა. და ახლაც ის მოკლე ვიდეოები რო არის, ხო? აი ვერ მოწყვიტა. აი მეჯინიბეები ან ის ცხენს ჩლიქებს რო უვლიან, ვეტერინარის საქმეა, მაგასაც შემიძლია საათობით უყურო. ნებისმიერ ხელობაში თუ ადამიანი პროფესიონალია არის აი მშვენიერი ლამაზი ხო არანაირი ის არ არის ვიღაცა ექიმია ვიღაცა ვეტერინარია ყველა არის თუ თავის ადგილას არის და სხვათა შორის ხო რა ძაღლი რო გაგიხდება თუდად რა ადგილი ექიმი გირჩევნია თუ ვეტერინარი ხო რაღაცა
კი და თან ვერც იმას იტყვი, რომ აი სიტყვაზე ადამიანი არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, ნებისმიერი სფეროს და მასზე მოთხოვნილება არ არის. კაციაობა არის. გინდა იყოს ეს სიტყვაზე აი ეს მეტლახის დამგები იყოს და გინდა იყოს სანტექნიკი იყოს. სანტექნიკი აი ეს ფილმი რო არის და სანტექნიკოზე ისეთი მოთხოვნა. სამყარო მართლა მაგათ არ შემოbrunავს, ხო? მართლა ეგრე არის, ხო? ხო და ან რაღაც თქო გათბობის ქვაბის სპეციალისტი თუ ხარ, მე ხა მაინც მლიქუნელი ხო იცი რომ არა ვარ ხოლმე, მაგრამ თუ მაგათთან მაქალბარი შენი ლამაზი თვალების ჭირი მე იქნება დღეს გამონახო, იმიტომ რომ თუ გაგიფუჭდა სიცივეში ზიხარ, იმის კეთილნებაზეა დღეს მომახვალ თუ ზეგ და თუ რაღაცა ისეთი გაქვს, ძველი და არც თუ ისე კარგი. მაგას თავისი მწოდნე ჭირდება და თან რომ მოვა მე იმის პროფესიონალებზე და იმის კეთილნებაზე ხარ რომ რამდენს გეტყვის, იმიტომ რომ სად შეამოწმებ ხა ის კონკრეტული მე ყოველთვის ვერ შეამოწმებ. არის ხალხი მიციციან რომ ის გადამყვანი ზორგოს ორმაგი გადამყვანი რა ღირს და ზუსტად სადიშორო ნელიავაზე და მე კი ბატონო, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ხშირ შემთხვევაში ნუ პროფესიონალიზმი მოიცავს ამ პატიოსნებას და რო დაუბრუნდეთ ამ სასწავლებლებს, ყველაზე ცუდი ეგ არის რომ დამოუკიდებლები არიან უმაღლესი სასწავლებლები და აი ისე ეპყრობიან თითქოს დამოუკიდებლები კი არა, ვიღაც ვიგინდარები იყვნენ, ხო? ის არათუ ისა შეერთება ეს ხო უბედურება არის თვითონ უნებართოდ უკითხავად შეერთება. ასევე მიდის ლაპარაკი რა ფაკულტეტები უნდა ქონდეთ და რა საგნები უნდა ქონდეთ და როგორ ინფრასტრუქტურა და დარწმუნებული ვარ, მე შტატიც უნდა შეიცვალოს და ყველაფერი. ყველაფერი, ხო და ამას გაუკეთებენ სხვასაც, ხო მარტო ეს ხო არ იქნება ახლა. თან ვინაკეთებს რომელი ექიდან ან განათლების სპეციალისტი ან მე ის მესმის რომ აი ადრე წინა ხელისუფლებას რასაც უჩიოდნენ ხოლმე რა ვთქვა რეფორმატორების გუნდმა შიგნით გადაწყვეტა რაღაცა რომ ჩვენს კითხე იქნება არ არის კარგი მარტო ესე ერთპიროვნულად რა წყვეთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იქ ის იყო რომ აროგანტულობას ჰქონდა ადგილი და სხვას არ დაეკითხნენ და ძალიან ესე მაგრამ იმ შეძლეს რომ უკეთესი როგორ იქნება და მე გახდნენ აროგანტულები და მე მოიქცნენ ასე. აქ არსად არ ეთყობა რომ რაღაცა უკეთესობისკენ იყოს ესა. ყველაფერში ეთყობა რომ ეს არის შენობებისთვის. კი ბატონო და ეს იმით თამადის რატო დამცინი? პარლამენტში მჯდომი თამადის იმით გაправებით თუ სადღეგრძელოთი არ pravდება, ხო? უფრო მაგარი თამადები გვინახავს. ჯანსუღ ჩარკვიანიც კაი თამადა იყო. რეზუ ამაშუკელზეც ამბობენ რომ ძალიან მაგარი თამადა იყო. ნიკოლეკიშვილიც და ლადო კახაძე არ ვიცი ახლა ეს თამადაც ალბათ იქნება, მაგრამ იქ თამადობის დროსაც ეგეთი ის იქნება. ხო და მე მაქს უფრაზე ვერ ვიგულავებდი მაბატი. ანუ იმიტომ კი არა რაღაც პოლიტიკური მოსაზრებით უფრო არაფერი პირადად არ ვერჩი, მაგრამ სხვათა შორის მე რო გაზეთში მუშაობ. მე როცა იმაზე არის ხოლმე ლაპარაკი, ხო მაღალღირებულებები უნდა წამოიჭრას სუფრაზე თამად. ანუ ის ხო არ ამბობ რომ რა ჩვენი სადაც არის დავიტაცოთ და შენობა გავყიდოთ. არის ლაპარაკი ქართველობაზე და ტყე შეუნახე შვილებსა და შინაგან იმაზე და არ ამგონია რომ ბატონ ლადო კახაძეს დაედასტურებინოს თავისი ყოფნით რომ რაღაცა პრინციპი აქვს რამესთან დაკავშირებით, რომ ერთხელ მაინც ლექსი დაეწერა, რომ აი ჩემი გუნდი ამას ამბობს, მაგრამ მე ჩემი კაცობით მეორე მხარეს ვდგევარ, იმიტომ რომ ეს ჩემი მოსაზრებაა. ამბოხებული ხარი უბერავს იმის ლექსებს წერს და იმის აღგრძელოებას წერს და მე მრჩება შტაბეჭდილება, რომ თავისი მოსაზრება მაინც არა აქვს, მისთვის სულ ერთია და რასაც გაზეთში დაწერენ, ბჭყალებში იმაზე გამოიტანს რაღაცა აფორიზმს. ხო, ისე მე ამ იმაზე თამადების როლზე ამ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში რაღაც წარმოდგენები მაქვს. თავის დროზე მქონდა ესეთი პროექტი, იდეის დონეზე პროექტი მქონდა ნიკო, რომ გადასამზადებელი იყო სოროსის ფონდის ჩარევით, ეს ლიბერალიზმის საწყისებზე 100 თამადა, რომელიც დაიშლებოდნენ რეგიონებში და ამ სადღეგრძელოებში ამ ლიბერალურ შხამს შეურევდნენ და მოწამლავდნენ. ხა თამადა სუფრაზე ხო იცი თამადა უფალია. ანუ რაღაც ახლა შეიძლება დიდ 100 კაციან 200 კაციან მაკომაგის დაწერას აპირებდი ალბათ რაღაცა ის იქნებოდა დისტოპიური ხო და მაგრა იმერის და მოკლედ ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა ნიკო და ეს თამადები დარჩნენ ესე. იმიტომ ჩაესვენა რომ შენი ეს ვერ გაიტანე. ანუ არ გიცდია, მაგრამ ხო ისე რა ვიცი აბა პარლამენტში თამადების ადგილი მე მგონი არ უნდა იყოს, თამადები უნდა იყვნენ სუფრებთან და რაღაცა და მე ვფიქრობ, ბევრი არის, ნიკო, ბევრი არ ვიცი რამდენად ბევრი, მაგრამ არის იქ ხალხი, რომელიც თავის ადგილას არ არის. აი,
სპორტსმენების წილი. სპორტსმენებს იცი შენ რომ ეს სპორტსმენებს ძალიან დიდ პატივს ცემ და არ არსებობს სპორტის სახეობა. ახლა აი ესე გადაშვებული თავით და ეს რაღაც ტელევიზიაში დავჯდე რომელიღაც სტუდიაში და სპორტის სახეობები ვარჩიო და ეს იმარშვება არა, მაგრამ აი ესე რაღაც შინაარსი აზრიანად შემიძლია ყურება რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის, სუმოსი. ხო გეუბნები ის პულსი არ მიდევს, მაგრამ აი რაგბიში რა ხდება კლასი ჭიდაობდი ბავშვობა კლასიკური თავისუფალი ძიუდო რითი განსხვავება ძალიან დიდი განსხვავებაა საყურებლად ძიუდო და სარმები სადაც არის კაი საყურებელია და ეშენი მე არ შემიძლია კლასიკური რითაც ნუ არის ვიზუალურად ვამბობ საყურებლად არის თვითონ სპორტი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ იმას მოითხოვს სპორტულ საყურებლად ვამბობ ძიუდო მესმის რაღაცას ექშენი არის გაუყურებ რაღაცა ხდება თავისუფალი კი ბატონო ქართული ნახერხზე რო უნდა დადოს ბეჭი თუ რაღაცა კაი საყურებელი თან რაც პრიზებია ხოლმე იქვე და თან ცოცხლად რო უყურებ პრიზები რა არის ერკემა ცხარი ცხენი ჯორი ნივა ანუ ეგ არის და ხო და რისი თქმა მინდა ეს მე არ შემილია ეს რა ფეხით განა ზოგადად წინააღმდეგი ვარ სპორტსმენების პარლამენტში ყოფნის მაგრამ აი როგორც ის შალვა პაპუაშვილი თუ ეს საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს რომ ის გაცივების პერიოდი უნდა იყოს რაღაც პერიოდი ახლა მოქმედი სპორტსმენი უცბად კარიერა არ დაუმთავრებია და უცბად დეპუტატი ხდება ხვდები რომ რაღაც აი ეს სულ ცოტა იმის გამო აქვს პიარის ამბავში რომ რას არჩევნების დროს რაღაცნაირად იმის რეიტინგს მიეწებოს და ასევე შეიძლება ვიფიქროთ რომ აი რაღაც ეს იმის ბრუტალურობის კომპონენტი შემოაქვს რომ ოპონენტებთან რაღაც დავის დროს ვიღაცა იყოს ისეთი, ვინც ხელს გაიქნევს პროფესიონალურად, ხო? გვინახავს ახლა სპორტსმენების ჯგუფი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ნიკო ამ მოწვევის პარლამენტს, ეს სპორტსმენები დარჩნენ უსაქმოდ და არ იციან რა გააკეთონ და აგერ პროფესიონალურ რინგზე ადიან. ახლა უნდა იცო გენო ახლა სანამ აქ შემოვიდოდი, ჩვენ εμას დაწერას გენო პეტრიაშვილმა გააფორმა ამერიკულ ამ იმის რაღაც ორთაბრძოლების ერთ-ერთ ორგანიზაციასთან კონტრაქტი და ეგ უნდა ავიდეს ახლა და იქ ვიღაცები იჩხუბოს, იმიტომ რომ ფორმიდან არ ამოვარდეს ერთი-ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შევიდა პარლამენტში და მომზადებული რომ დახვდეს. იქ თუ ვერავის გალახავს, აქ მაინც გალახავს და იქ რო ვერავის გალახავს, ეს ჩვეულებრივი სპორტული ამბავი იქნება და აქ თუ ვერ გალახა, ეს უკვე პოლიტიკური ამბავი იქნება ნიკო და არ ეპატიება, მე ვფიქრობ, ჩემო ნიკო. შენ რას ფიქრობ? ხო, არ ვიცი ნიკო, ესე იგი ამ პარლამენტში, კაი, სპორტსმენებს ხო, საქმე არ აქვს და რაღაცა, მაგრამ შენს მიადევნები თვითვალყურს. აი, სრულიად შეუსაბამო ჩვენი პოლიტიკური ვითარების, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარების, ნებისმიერი სხვა ვითარების, რაც აიღო, კომპონენტი რაც აიღო ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, აი, ამის შეუსაბამო ტექსტი წარმოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა კირცხალიამ. უყურე მაგას შვედეთს რომ მიმართავს? ნუ ფაქტობრივად ესეთი რაღაცა იყო რომ შვედეთს ეუბნება რომ მიხედეთო თქვენ თავსო რომ იქა გაქვთ უამრავი პრობლემებიო პენსიებთან დაკავშირებით, კრიმინალთან დაკავშირებით, მიგრანტებთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, ძალადობასთან იმასთან დაკავშირებით, ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. აი როგორი ის არის, იცი? ხო რაღაცნაირად გინდა პროპაგანდისტული იყოს ტექსტი, გინდა რაღაც ესეთი პოლიტიკური ტრიბუნი და წარმოთქმული რაღაც კომპონენტი ხო, ახლა კარგი პროპაგანდა, კარგი სპიჩი ზოგადად არის, ნუ 100% შეიძლება არ იყოს ის სიმართლე, ან 50%-ით რა. რაღაც პროცენტით ხო უნდა იყოს. ახლა ისეთი შეუსაბამო ტექსტი იყო, რომ დარწმუნებული ვარ არ ვიცი თვითონ რა ავტოტრენინგი ქონდა ჩატარებული, იმიტომ რომ თვითონ რა ვიცი ესე კითხულობდა და თან ეს აპლომბით კითხულობდა. ესეთი იმით და ხა დარწმუნებული ვარ ის გარემოცვა იქ ვინც იყვნენ ამ ფრაქციის, ან უმრავლესობის, ან ოჯახის წევრები, ან აცნობები ახლა. შვედეთს ახლა რაღაცნაირად ისე გაეჭიმო რომ ისა მას შენზე უარესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, სოციალური დაცვის გარანტიები აქვს. რა ვიცი, ან საზოგადოებრივი წესრიგი პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი. რანაირად? არ მინდა ახლა ის რა გამოვიდე პოლიტიკოსნიერი თუ რაღაცა. სამეზობლოში შეიძლება სადაც შენაირი დაახლოებით. ხო, აბა იყავი ეშმაკის ადვოკატი. ხან არენტი არა, ეშმაკის ადვოკატი არა ვარ, უბრალოდ ვცდილობ რომ რაც ჩემი სფერო არ არის და ისე კარგად არ წარმიკითხავს, არ გადავიჭრე, მაგრამ მან ბევრჯერ ეგენი ხო მართლა შვედეთს არ მიმართავენ, მათ შორის არც არ მიმართავენ და არც ჩვენ. ეგ არის ჩაკეტილი წრე, სადაც ერთმანეთს უმტკიცებენ ერთმანეთს.
უჩვენ არა აქვს მნიშვნელობა რა სიტყვი. ანუ იქ რო გამოდიხარ კიდევ ერთხელ ხელსაწერო ნახე რას ვლაპარაკობ ჩვენ აქა ვართ და ყოველ ჯერზე როცა უფრო და უფრო დიდ სისულელეს სიტყვი მით უფრო აი შიდა წრის გამტკიცება ხდება. რო დამჭ მიკროფონს როგორი ისე ოქენია. ხო, იმიტომ რომ ეგ არც შვედებისთვის არის, რა მოგაფიქრები ოპოზიციისთვის, არც სხვისთვის კიდე გამოვადა რაღაცა სიტყვის და აი ეს ვარი ხოლმე ომი რო დაიწყო და მე რუსი ბაბუშკები რო რაღაც სიცივეში და ტალახში იდგნენ და ვიღაცას ერჩოდნენ, რა ვიცი, ბაიდენს. ატრიადი პუტინა. ხო, ანუ რეალურად ყო არცაც საბრძოლოდ ეგენი არ მიდიოდნენ. ესე რომ იმართავდნენ ხოლმე, ნიგაჯაი ბაიდენ. იცი რა მახსოვდება. აიფონებს რო ამტრევდნენ და იმეებს, მაკინტოშებს და რაღაცეებს. ხო, ეგ არის კიდევ ერთხელ იმის ერთგულების დამტკიცება, რაც უფრო სხვების აზრით ალბათ სამარცხვინოდ შეიძლება დაამტკიცებ მაგ ერთგულებას და რაც უფრო ყურს მოიჭრი, მით უკეთესი არის, იმიტომ რომ აჩვენებ, რომ ანუ არა მაქვს მე არაფერი. აქა ვარ და სხვაგვარად არ ძალმიც და ხა ზოგ შემთხვევაში პარლამენტარების დიდ ნაწილს არ ჭირდება, იმიტომ რომ უკვე არიან დიდრები, მაგრამ ზოგი აი გამოდის ხოლმე ამ უკანა აზრი არის, რომ იქნება ბიძინამ 2 კაპიკი გადმომიდგოს ან სადღაცა წევრიანონ. აი ეს კაცი რო იყო, რომელიც ჩხუბობდა, რომ ჩემი დრო აღარ მოვიდაო, რამდენი ხანია ერთგულებას გამოთქვამო. ეგ ხო ბევრი საზრს ამბობს, რომ მისი აზრით რაღაცა აზრს რო გამოთქვამდა, ამისთვის დაფასება ეკუთვნის და ვიღაცამ უნდა სადღაცა შეიყვანოს და არა მისი რიგია ეხა და არა ვიღაცა ლაწირაკის, რომელიც არსაიდან არის მოსული. ეხა ისე თუ შეხედავ გლობალურად შენ თუ შენ აზრს გამოთქვამ დაფასება რაში გჭირდება, ხო, შენი პრინციპები გაქვს, ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ და იმიტომ კი არა ხარ მხარდამჭერი, რომ მე საკრებულოში დაგნიშნვა სადღაცა სიაში მოხვდი ან რაღაცა 2 კაპიკი გადმოგიტანა, არამედ რავი შენ ის არის რა, წამსი არის და გამოთქვა წამს ხმამაღლა, მაგრამ არ არის ეგრე. იმიტომ რომ ეგ არის აღებმიცემობა და ეგ არის რომ აი ნახე რაზე წავედი, რამდენი ხანია გვერდში გიდგევარ და დამიფასე ახლა რაღაცნაირად. ხო, მაგრამ მანდაც ხო აი რაღაცნაირად ხო მესმის რასაც ამობ, მაგრამ ამეტანიც არ უნდა მოგივიდეს რა. სპიდრანინგი იცი რა არის? აბა რა არის კომპიუტერულ თამაშებში ეს გავრცელებული პრაქტიკა არის, მე YouTube-ზე დებენ ხოლმე კომპიუტერულ თამაში ხო იცი? და აქვს იმას თქვა რაღაცა დრო რო გაიარო ერთი ბოლოდან მეორეში მიხვიდე, დახურო. როგორც შეიძლება 6 საათი იყოს, 8 საათი იყოს ზოგს დღეების განმავლობაში. სპიდრანინგი არის, როდესაც ამას აკეთებ წუთებში. ანუ ისე სწრაფად გადიხარ ბევრჯერ გაკეთებული სხვადასხვანაირი არსებობს, შეიძლება წესებს არ ღვევ და იქ გლიჩებს და რაღაცა ისე იყენებ ამ თამაშს, როგორც არ იყო ჩაფიქრებული ან რაღაცა ლეველს ძალიან სწრაფად მუღამი გასართობად. ანუ ისედაც რა მუღამი აქვს თამაშთან, მე დებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ცალკე სპორტია ხოლმე მაგის. ხო და ჩვენ ვაკეთებ speedrunning to Turkmenistan თუ არ ვიცი, ისე ვადარებ, ანუ სადე რომ ავტოკრატიული ქვეყანაა ამეღო, რომელიც კიდევ უფრო ავტოკრატიულია, ვიდრე აქამდე ჩვენს მიერ შეიძლება არა, მაგრამ ჩელიაბინსკი და ასე შემდეგ და ასე ვიფიქრე, რომ როცა ამბობდნენ რუსული კანონი მიიღეს და ისინი რომ ბრაზდობდნენ რატო არის ეს კანონი რუსული, ჩვენ ვერ გავიგეთ მათი აღშფოთების მიზეზი. ჩვენ ვეგონა რომ ანუ ისინი ამბობენ რატო არის რუსული გაცილებით უარესი, ანუ რა რუსული ჩვენ უფრო მაგრები ვართ ვიდრე რუსები და იღებენ კანონებს, რომლის მიხედვითაც იცი რა გერმანიაშიც ეგრეა თუ რაღაცა ყურით მოთრეული მიზეზები მაქვს, რომელიც არ არის ჯერ გერმანიაში ეგრე, ყველა მიცის რა არის ეგრე და ყველა მიცის რომ ის ქვეყანა სხვანაირად ოპერირებს და ჩვენთან არის სხვანაირი. როცა ტროტუარზე დგომისთვის კაცი ჭერენ და მე ამბობენ რომ მაგისთვის არ დაგვიჭერიაო, რაც დაიჭირეს, მაგისთვის, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგამ როდის აკეთია რომ ფეხით მოსიარულების გადაადგილებას თან თუ მე იმაში საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ხდება ხოლმე ეს ვიდეოები, რომელიც ნიფტკიცებათ აქვს სასამართლოში გამოყენებული და აი ძალიან სასაცილო არის, სატირალი რო არ იყოს, მართლა ადამიანი დგას და ლაპარაკობს და ვიღაც ტიპები მოდიან და აი ეს კარგად რო ჩანს, რადგანაც ეს დგას და ლაპარაკობს, აჯარიმებენ მხოლოდ ამის გამო. არანაირი მოძრაობა იქ არ ფერხდება. და რომელიც ფერხდებოდეს, რა ვიცი, მეტროში პიკის საათებში არ ყოფილხარ, ტრანსპორტში არ ყოფილხარ, და სადმე არ ყოფილხარ, აი გაწეცგილი როა და ან საცობში არ ყოფილხარ, იმაზე მაგისტრალებზე, არა თუ ქუჩებში, სადაც მართლა ფერხდება, მაგის გამო შეიძლება ადამიანი იქვე ორნაბიჯს 100 მეტრს რო გაივლი თავისუფლების მოედნის გარშემო ქუჩებია, სადაც თქვა ერთი 10 მეტრი არის გადაკეტილი ტროტუარი, იმიტომ რომ ზევიდან რაღაცები როგორც ჩანს ცვივა. ამ გადაკეტილის აქეთ ნაგვის ურნები დგას და რომ მოდიხარ, თქვა ბავშვი თუ მოყავს ფეხბურთის მერე, უნდა შუა ქუჩაზე იარო მანქანების გზაზე, იმიტომ რომ სხვა ის არ არის. ოღონდ ეგ ხდება წლების განმავლობაში. იმას რომ მოუბრუნდეთ, რატო ლაპარაკობენ მაგას, ერთმანეთს უმტკიცებენ რაღაც, მაგრამ არც მოგეთხოვება, არც იუმორის გრძნობა, არც აღმაფრენით ლაპარაკი, პირიქით, ძალიან თუ გამოირჩევი
და ძალიან განსაკუთრებულად კარგს იზამ. ის არის რომ მოდი დაეტიე რა, არ არის საჭირო რომ სხვებზე უკეთესი იყო. ხო. ესე ერთი მაშინ ვიქნებით. ხო, იმიტომ რომ ამ საინფორმაციო სივრცეში ამ პროპაგანდის ელემენტებს სწორია, არასწორი არგუმენტიანი არასწორი რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და ეს საინფორმაციო ველი ბინძურდება, ივსება ამ იმით. ნაგავით ხო და შენი რო ამბობ ისა ჩელიაბინსკსო და რაღაც აბსოლუტურად გაცილებით უარეს რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. აი ახლა რო ავუხსნათ ჩვენს მაყურებელსაც ეს გერმანიის მაგალითი რომ მოიტანეს მაგალითად რაღაც პარტია აიკრძალა იმის გამო რომ არ აღიარებს ხელისუფლებას. აი ჩვენს ლუკა პერტაიას აქვს ვრცელი მასალა ჩვენ საიტზე ბერს, სადაც ახსნილი არის რა განსხვავება იმ პარტიას ხელისუფლებაზე კი არ არის. საერთოდ სახელმწიფოზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არწნობს მონარქისტები არიან და მოკლედ ცასა და დედამიწას შორის ისეთი განსხვავება არის ხო და ამის გადმოტანა უნდათ ხო არასწორი მაგალითად უნდათ რაღაცნაირად ჯერ ეს იდეის დონეზე მხოლოდ ვერბალურად რომ აი ფაქტობრივად თუ შენ არ ახდენ კონფირმაციას ხელისუფლებისას ანუ აი მორჩა არჩევნები და ხარ უკმაყოფილო ამ არჩევნებში მოქალაქე ხარ და ამბობ რომ ეს რა არჩევნებია მე არც ამ ხელისუფლებას რომ არც ამ პარტიას არც იმას პარლამენტს და არავის იყვნენ თავისთვის და მე ჩემთვის არაფერს არ ვაკეთე ამისთვის ხო სიტყვაზე ვამბობ ხო აი ეს საკმარისია იმისთვის რაღაცნაირად დევნა დაიწყოს ან პარტიაც ამბობს პარტია არის ბოიკოტი რა არის რომ არ ვცნობ შენს იმას სიტყვაზე მე ხო არ ვამხობ ან რამეს ხო არ ვაკეთებ დამხობა გადატრიალება უჩი და ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია. მხოლოდ ის რომ მე შენ გაღიარებ თუ არ გაღიარებ, ხო? ეს რა არის ეს რწმენის ამბავია და რწმენის დადასტურება, რა არის ეს? რა სტანდარტია საერთოდ? კიდევ ერთხელ სტანდარტი არის ის რომ ჩვენ ვერ შევეგუეთ რომ ეს არ არის საქართველო რომელიც იყო სხვა საქართველოს დროს, ედუარდის დროს, მიშას დროს, ბიძინას დროს, ჩამოვყვები ესე ერთი ირაკლის დროს. ეხა ბოლო წელიწად ნახევარში სადაც ცხოვრობთ, აღარ აქვს დემოკრატიული ღირებულებები საერთოდ. არა სხვა ქვეყანა ეს არის კანონებით ყველაფრით საერთოდ სხვა გზაზე ვდგავართ ვიდრე მანამდე ვიყავით. უკუსლაც არ ქვია ამას ბექ როგორ ამბობენ ხოლმე ინგლისურად რა. საერთოდ სხვაგან გადავედით გაუკრებაში მივყევართ იქა და არ არის კარგი. თან ამ ჩემი აზრი. ხო, თან ამ ბატონ კირცხალიას ამ იმაში გამოსვლაში ისეთი ინტონაციები იყო რომ აი თუ რამეა ხო აი დაგეხმარებით დიდი სიამოვნებით ზუსტად იგივე რიტორიკა არის ხოლმე ჩრდილოეთ კორეაში, ერიტრეაში, თურქმენეთში, ანუ თვითონ ქვეყნების მოსახლეობას და კულტურას კი არ ვერჩი რამეს, არამედ პოლიტიკურ წყობას. სადაც ძალიან ადვილია რომ გამოხვიდეთ, თქვა რომ ჩვენ აქ ესე კი არა ვართ შემოსაზღვრული ეკონომიკურად გაღარიბებული და პოლიტიკური უფლებების არ მქონე ქვეყანა, არამედ ნახე უპირისპირდებით ნაშატვეთ ვიღაცა. ჩემბერლენი. ხო. ისე ძალიან მაზალო არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ეს დივერსიები რო აქვთ ხოლმე ესენი რაღაც ჰუმანიტარულ იმებს უგზავნიან ამ საჰაერო ბურთებით რაღაც და ისინი ნაგავს საყოფაცხოვრე ნარჩენ. იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეასაც შეუძლია რომ სამხრეთ კორეისკენ და ყველა შეუძლია საქართველოსაც რომ ეს ეთითები იშვილო რომ თქვენ გონიათ რომ იქ პრობლემები არ აქვს კორუფცია იქ რო არის ეგეთი უნდა და ან მართალი იქნება იმიტომ რომ არის ხოლმე ისინი რაღაც სასამართლო პროცესები რომ ნახევარი ქვეყანა სამსუნგის არის და არ არის ეგრე რო ბოლომდე დაალაგებული ქვეყანა არ არსებობს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ან რამე კორუფცია არ იყოს, ან შიდა პრობლემა არ იყოს. გვიანი საბჭოთა როცა კომუნისტში რო შევიდა. მარტო ეგ იყო, ხო, მარტო ეგ იყო. ხო, თან მაზალო რა არის? ხო და შვედეთი იქნება თუ საფრანგეთი იქნება თუ საფრანგეთი 2 წელიწადში ხო გამოდიან და წვავენ ნახევარპარის რაღაცის გამო, რომელიც ზოგი გვესმის, ზოგი არ გვესმის და გერმანიაში რო აქვს პრობლემები და ავსტრიაში ყველგან აქვს პრობლემები, უპრობლემო ქვეყანა სად არის? და ყველას შეუძლია რომ საქართველოს იქნება თუ ერიტრეა იქნება გამოვიდეთ და თქვას რომ ეგ გონიათ რომ ეგენ დაალაგებულები არიან თქვენ მიგრანტებს მიხედეთ თქვენ იმის ფასს მიხედეთ ყავის ფასი რო გაიზარდა რაღაც ტეკილა ამოიწურა ადვილია მაგის თქმა იმიტომ რომ ყველას წამოაგებ ხელს მაგრამ ნუ ამასობაში იმას ვყიდით ხო გამოდია ეს ტიპები იყვნენ რომ გამოდიოდნენ რომ ჩვენი პროფესორა და ჩვენი ტყე შეუნახე შვილებსა და ვის ტყე შეუნახე შვილებსა მიცეს მილიარდერებს და ზოგი თვითონ და პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეს. პირდაპირ იმად გაიგეს ხო და მე ქართული ბუნება და ეს აკაცუკები ჩამოვიდნენ და ისა ნახე იმან ბენდუქიძე და ველური ნეოლიბერალიზმი რას აკეთებდა და ტიპები გამოვიდნენ სულ ყველაფერი უნდა გავყიდოთ დედიან ბუდიანად არც გკითხავთ ისევ და არც კითხეს არავის და ეხა ბოლოსკენ გავდივარ და კიდე დებატები არ გიხსენებია შენ რომლის ხსენებაც გინდოდა გეტყვი რატო არ გიხსენებია იმიტომ რომ ეგ დებატები არის ზუსტად იგივე ეხა რომ დასხდებიან პროფესორები და იმსჯელებენ ხო არ გავერთიანდეთ თესეუსთან თუ არა იმსჯელე და იყავი რა მნიშვნელობა აქვს მიიღეს გადაწყვეტილება და გაგაერთიანებენ არავინ არ გკითხავს აზრს
შეგიძლია რომ თავი მოიჭრა და გამოხვიდე შენ კოლეგებს, რომელთანაც ერთად GPI-ში დადიოდი წლების განმავლობაში თუ დეკადების თვალში ჩახედა და თქვა რომ იცი რა მე მომხარე ვარ რომ TSO-სთან გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნება და მე სახში მიხვალ და არ მგონია რომ კარგად დაგეძინოს, იმიტომ რომ ხო, ნიკო მე გადახდა რაღაც ის ლოგიკური ჯაჭვი მქონდა აგებული, მაგრამ გადახდა და ბოდიში რა ვიცოდი, გულში რა ხომ აპატიე რომ არ ვიყავი საქმეში ჩაყენებული. შენ ისე მიიღე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და გაუმჭირვალეთ, რომ ვერ დაგეხმარე მე. კაი, მაშინ ამ დებატები და არ დავიწყოთ დებატები ნიკო და ხო შეეძლოთ რომ ეკნათ, აი ნახე. შეეძლოთ მაგის პამიდა მისულიყვნენ შვედეთს დავეხმარებით, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა მანამდე მოითხოვს მწვავე დებატებს, კაი. შეეძლოთ რომ GPI-ში მისულიყვნენ, სათითაოდ ცოტა გრძელი პროცესია, მაგრამ თავისუფლად ეთქვათ რომ თქვენგან გვინდა რომ წამოვიდეს ინიციატივა, რომ თქვენ უნდა გაერთიანდეთ TSO-სთან და მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იქაც ორ ტიპს იპოვიდნენ და ეთყოდნენ რომ აი დაიწყეთ მოძრაობა შიგნიდან მინდა რომ ჩვენი გაერთიანების გააჟღერეთ თქვენ. არა, ფეხზე დაიკიდეს. იმიტომ რომ შეეძლოთ ეგა. რაღაც ცოტა მეტი ფეხზე რატო დაიკიდეს იცი? არა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა მაგათ ორივეს ხელმძღვანელობა არის. ეს მათი ლოგიკა ეს იყო. ლოიალური ხელისუფლებისადმი TSO-ს ვუერთებთ, TSO-ს სახელს ვსტოვებთ, ამიტომ დიდი წინააღმდეგობა აქედან არ უნდა შეხვდეს, ხო? ეს პოლიტექნიკური კიდე ნუ აი იმდენად ლოიალურია, იმდენად ისეთი არის წინააღმდეგობის არ გამწევი, რომ ნუ არ მოელოდნენ, რომ რაღაცნაირად შეხვდებოდათ ისა წინააღმდეგობა. მე ესე ვფიქრობ. ამით პროფესორი ხალხია და ხა ზოგ საგანს უკეთესად ასწავლიან, ზოგს უარესად და არის კარგი ფაკულტეტები, რომელზეც მოსახვედრად ხალხი რაღაცა რიგში დგას და არის სადაც ვერ მიყავთ ვერავინ, იმიტომ რომ არ ვარგა, მაგრამ ყველა მიცის რომ ეს გაერთიანება არის. ეს არის რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გააუქმონ და ამ სახეს მისცემენ. ანუ კი, ეს არ არის მოკლედ ერთი იმიდან ტომარიდან მეორე ტომარაში უაზროდ თხილის გადატანა ჩხრიალის გამო, ხო? აქ აი ამ ერთი ტომარიდან მეორე ტომარაში თხილის გადატანისას რაღაც თხილის რაოდენობა უნდა სხვაგან წავიდეს, ხო და ეს დებატები მოგეწონა, ნიკო, პირველი ხანგრძლივი პაუზის მერე პირველი დებატები იყო ტელეკომპანია რუსთავის. მე გეტყვი ხარ რა ხდება, რომ მე რამდენჯერმე მკითხე რომ აი თქვათ ვიღაცის გამოსვლა მოვისმინე თუ არა, დებატები ვნახე თუ არა. მას შემდეგ რაც ჟურნალისტის, ანუ შინაგანაც ჟურნალისტი ვარ ასე შემდეგ, მაგრამ არ მუშაობ ყოველდღიურ ამაში არა ვარ ჩაფლული, ფეხზეც მკიდია. ეგ მესმის. არ შევხედავ, იმიტომ რომ არა, მაინტერესებს, მე გამოხმაურებას უყურებ ხოლმე Facebook-ზე, მაგრამ მანამდე რატო უნდა მირჩევნია რომ ის უყურო, ჰაუს უყურო, ან გადავრთო და რაღაცა მაგთი ქართულ კინოზე 90-იან წლების დავიწყებული ქართული ფილმი იყოს, რაღაცა ახალს მაინც გავიგებ და რაღაცაზე ვიკაიფებ. კაი, მოგიყვება. ანუ მომისმინე ერთად მე მინდა რომ დაუნა არ მინახავს, მაგრამ გავაგრძელო. ეგ არის წყლის ნახვა. შემოტეხვას ლამო. ეს არის წყლის ნახვა. ეს არის თავის მოკატუნება. ეს არის თავის მოტყუება ზუსტად ისევე როგორც დასხდებიან ის პროფესორები და წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ, რაზე უნდა იმსჯელო, რა მნიშვნელობა გრაზე აქვს მაგას გავლენა. არავის გავლენა არ აქვს. არც საზოგადოებრივ აზრზე, არც პოლიტიკაზე, პოლისის რო ამობენ, არც კანონებზე რომელსაც მიიღებენ და ამავე დროს გამოხმაურებაც ქონდა არავისში, იმიტომ რომ რო შეხედავ რეიტინგში რამდენი დაწერა მაგ დებატებმა, არაფერი არ დაუწერია და ქონდა რომ Facebook-ზე შეხედავ და აღშფოთდები. დაახლოებით იგივეა, ჩემ გარშემო არის ხოლმე რომ ნახე ლალი მოროშკინამ რა სტატუსი დაწერა, აი ოცნების პროპაგანდისტი ვიღაცის აზრი ამასთან დაკავშირებით და რატო მაინტერესებს, ანუ რო არ მოეტანა ჩემი ბაბლის წევრს ნინო ჭღარკავა ქვია რა აზრი გამოთქვა ან როგორ არც კარგი მინდა იმისი, არც ცუდი მინდა იმისი, არ მაინტერესებს, დროს არ მიფიქრია, რომ ნეტა ეს ადამიანი რას ფიქრობს რამე საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად ესევე, სანახაობრივ, მოდი ახლა მე კითხავ, რომ ის მორჩე. სანახაობრივად საინტერესო იყო, რაღაცა სეირი მაინც ნახე, ან რაღაცა იკაიფება ის რომ სეირი ვერა, მე ვფიქრობ, რომ მართლა აი იმისთვის იყო ეს დებატები, რომ ეთქვათ, რომ აი დებატები გაიმართა. ძალიან სტერილური იყო. ხალხსტუმრებიც ისეთნაირად იყო შერჩეული, სტუმრებიც ისე იყო შერჩეული, რომ აი ახლა რონდომებოდათ იქ მართალი დებატები ყოფილიყო, ანუ ემოციების ამოფრქვევა. ხა დებატები რა არის? არგუმენტების ჭიდილი ემოციურად, ხო? იაგო არ იყო ემოციური, როგორც გითხრია ხოლმე, მაგას ოპოზიციას რომ ხდება ხოლმე, კარგად იმას შვება ხოლმე. მივიდე. იყო აქედან, ხალხის ძალიდან იყო ისა ჟღენტი, ოპოზიციური პარტია ხალხის ძალიდან.
არა, ხალხის ძალიდან იყო სოზარი. ოკეი, ოპოზიციური პარტია ხალხის ძალა. ხო, ისიც ოპოზიციური ძალა, ნეიტრალური საქართველოსდან იყო ის კოტეჟღენტი, ყოფილი დიპლომატი და ის. უყურე აქედანაც ესე ხალხთან ნინო ჩხობაძეს დავინახე რომ ხო, ეს არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო. ხო, ახლა უყურე, სოზარის ნაცვლად, სოზარის თანაპარტიელი არის ის ბატონი მაჭარაშვილი, რომელიც უფრო ის არის მწარე ენის პატრონი, სოზარი უფრო მაინც ის 7 და რაღაცნაირი იყო. და მოკლედ რომ დომებოდათ ეს ტემპერატურის აწევა და ახლა დებატებში უნდა დაამარცხო ხო ოპონენტი არ იყო ეს არავის არ ქონია ეს განზრახულობა ხო სოზარი იყო ამ დროს შეიძლებოდა ეს გურა მაჭარაშვილი ყოფილიყო ის ბევრად უფრო გამაღიზიანებელი ხო გითხრა მოცალე აქედან ეს ჟღენტის მაგივრად შეიძლება მოსულიყო ნანა კაკაბაძე ან ის რატოვატო შაქარაშვილი არის ისიც ესეთი კომპრომისული ტიპი კონფრონტაციაზე წასულკამსვლელი ტიპი ასე ხო შალო პაპა აი ვის შორისაც შეიძლებოდა ნაპერწკალს გაეკვესა იყო შალვა პაპუაშვილი და იაგო ხვიჩია ხო ნუ ახლა შალვა პაპუაშვილი თავს ამეტებდა იმის გამო რომ ესე თანამდებობის ის არის და ესეთ მაინც ცდილობდა რომ ყოფილიყო სოლიდური თავი არ გაეყადრებინა ბოლომდე ისა იაგო იყო ყველაზე ძლიერი მაგრამ იაგოც იყო უჩვეულოდ შენი თქმის არ იყო კონსტრუქციული აი დაახლოებით ისე აი ყველაზე ძლიერი იყო მაგრამ ამოდროულად იყო აი დაახლოებით ისე აი ხამზად ჩიმაევი რო არის ხოლმე კადიროვთან სპარინგის დროს რომ აი ახლა რამე რო იყოს რო დაცხომ ხო ნუ აი ის გაბდღნის ხო მაგრამ არა ხო მინახავს იაგო ფორმულაზე ტვ პირველში ოპონენტებს ჟურნალისტებს რაღაც იდიოტებს თუ რაღაც მოკლედ ცუდი სიტყვებით ან პოლიტიკურ ოპონენტებს ან სამოქალაქო აქტივისტებს ლანძღავს ხოლმე და აპირპილებული ასე ხშირად კარგად ალაგებს ხოლმე ლოგიკას არა ლოგიკა აქაც ქონდა მაგრამ ხო არ ვიცი ხალისი არ ეთყობოდა აი ის ძალიან სტერილური ესე იყო ამან თქვა იმან თქვა ხო ეს იყო აი ნუ ის ხო ეგრეა რომ ახლა რომ დამთავრდება დებატები მაყურებელს უნდა დარჩეს შტაბეჭილება რომ რომელი მხარემ აჯობა რომელი მხარის არგუმენტებმა გადაწონა და ახლა თუ არ გაღელვებს ხო არასამთავრობო სექტორი ახლა ქალბატონი ნინო მინისტრად ნამუშევარი ის გამოცდილი ის ბევრად უფრო ახალგაზრდა და ენერგიულად და ჩართული ამ იმეებში ხო ქალბატონი ნინო მაინც ესე გარემოს დაცვაზე ორიენტირებული არის და აქ ახლა უფრო ფართო სპექტრის პრობლემები იყო. აი მაგალითად ის ბრაჭველი ხო, რომელიც ძალიან თანმიმდევრულად აკრიტიკებს, იქნებოდა უფრო ლოგიკური რომ მოეყვანათ, ხო? არ მგონი რომ ისულიყო საერთოდ. არ ვიცი, მაგრამ აი დაახლოებით ამ კონკრეტულ ლაპარაკობდნენ. ყველაფერზე. აი ნუ ყველაფერზე. მეც ახლა ესე კი არ მიყურებია თავიდან ბოლომდე. გადავრთავდი. თქვათ რა გინდა არის ყველაფერზე რაც არის, აი რა კანონებსაც იღებენ, აი ეს რომ შებზღუდავი ამ სამოქალაქო ნუ ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია გრანტების კანონის გამკაცრება და რუსული კანონი და რა ვიცი, მთელი ეს პროტესტი და ყველაფერზე ეს კონკრეტული ის არ ყოფილა. მესმის რომ რთული იყვნენ, ბევრი რესპონდენტი იყო და რაღაც დროის განაწილება და ბალანსები და ის, მაგრამ მოგეუბნები, დამშა შტაბეჭილება რომ დებატები იმისთვის რომ სადღაც ვიღაცამ აღნიშნოს რომ დებატები გაიმართა. ჯერ ისედაც მაზალოა თვითონ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას რისი პრეტენზიას თვითონ აქვს რომ აი ესე პირდაპირ რაღაცნაირად ხო შეიძლება ისე შეფუთო რომ მითითების გარეშე არ ატარებ ხო ახლა წამოვიდა ინიციატივა კობახიდისგან და უცბად ამ იმედს რუსთავიორს გაუჩნდა ეს ისა დებატების მოწყობის სურვილი ხო რაღაცნაირად ესეც ტეხავს ხო ნუ ახლა შეძლო პირველ რიგში მაინც გაეკეთებინათ ის ხო შესახედაობისთვის იქ დაავიწყდათ რა არის დებატები და რა არის ოპოზიცია საერთოდ იცი რა არის აი ახლა გავედით ფინალში ნიკო შენ საყვარელ რუბრიკას მივადექით კომენტარების კომენტარი საყვარელი არ გკითხულობ ხოლმე და ესე ჩამოვყვები მოდი აი თოპს ჩამოვყვები ქორი ნახე რა დაგიწერეს შენ გესმის აქა ხარ ეს აღვივსე შურით მარეხ ჭაბაშვილი როცა ქორია ოპერატორი სულ სხვა ენერგია მოდის გულები სულ გელოდებით გულები ძალიან გამიხარდა რა გინდა რა რეაქცია გინდა რომ მარ მე გავიგე რომ ესე თქვი და თურმე გული გააკეთა იქიდან მოკლედ ტაიმკოდები უნდა აკეთო რა არაერთმა ადამიანმა დაწერა რომ ისედაც თავიდან ბოლომდე უყურებდა მაგრა გვისწორდება ტაიმკოდები კარგიაო არჩევანი არა მაქვს უფროსობა მაქვს ანუ ერთი არო ტყუილა არ უთქვამს ამ უფროსობას ან მოწონს ხალხს და რა ვიცი აი ნიკალას რო ედგა იქა წმინდა გიორგი მათრახით რომ დახატე ნიკალა დახატო ეს მადგას ჯაფიკა ტაიმკოდები ხო და ბევრად უფრო პროფესიონალურად გამოიყურება სამზარეულოში გადაღებული პოდკასტი ამ ტაიკოდებითო
ლუკა ბრაზი 79 დაწერა. რა გენაღლება შენი გასაკეთებელი ხო? არა, ჩემი გასაკეთებელი მე სტუმარი ვარ. ლუკა ბრაზის ძინავს თევზებთან. გიორგი ტალახაძემ დაგიფასა ჯაპანას როუსტი, ასე თანამედროვე ინგლისურ სლენგზე მაგას ქვია, რომ somebody is catching strays. ანუ ბრმატყვი არ ხვდება ვიღაცას ერთმანეთზე ვიღაცა რო განწყება და უცებ მესამე პირი რო არაფერი შუაში არ იყო და რომ მოყვება ხოლმე. აი ეგეთი ისტორია არის. ხო, მე სხვა დროს. შემდეგ. ნოდოვიკო სექტემბრინი გვიწერს, რომ სასოფლო და სასულიეროსაც აერთიანებენ და ვაშლი ჯვარში გადააყენეს. ნუ კაი ხუმრობა. ძალიან კაი ხუმრობა არის კი. კიდევ მე არ ვსწავლობ მომწევს. აი ხარ ვსწავლობ სასულიეროში და თორე ხარ განსხვავება იქნებოდა შენ რო სწავლობდი. ანუ ვაშლი ჯვარში არ მინდა ვესწავლო. ეხლა სიონთან ვისწავლე თავის დროზე. ხო, დამხორებული ვარ, ნიკო. ჩემი სამეგობროს ნაწილი ვაშლი ჯვრელები არიან და ძალიან კაი ესეთი იყო. შენ დასაწუნი არაფერი არ აქვს. ოთაჭარიდან ვაშლი ჯვარში ვებები. სხვათა შორის ვაშლი ჯვარი ანუ ხალხზე, ხალხის საუკეთესო ხალხი ცხოვრობს ვაშლი ჯვარში. ანუ შეიძლება არასაინტერესო, არასაუკეთესო ცხოვრობს, არ ვიცი ხა ეგრე, მაგრამ თვითონ იქ რო ადიხარ, ეგეთი არაკომფორტული ქუჩა არ არსებობს. ეს სუის არის, საცობი არის, თუ ხერგილი არის. ერთი ბეწო ტროტუარი რამდენჯერმე ვიყავი და მეთქი აქ როგორ ძალიან არაკომფორტულია. ტროტუარზე გადაადგილება არის ძალიან რთული. გიორგი ჩირაძე გვისმის ბევრი წელია და უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან მოსწონს ჩვენი იუმორი. უფრო ჯიმის და ალბუს დარკმა Jimmy on point as always. ნინო გვარჯალაძე ჩვენ ბავშვი რო გამოყო სკოლიდან მშობლებსაც გვირჩევენ ტელეფონები არ ამოვიღოთ გერმანიაში ბავშვებისთვის უტელეფონო ზონაა სკოლა და იმედი ასეც დარჩებაო და თუ ნაცმად ნიკო გილოცავ პრესინგს მოგვიკითხე კარგი ბიძინაო კარგი ბიძინა რამდენიმე არსებობს არაერთი ჩვენია საუკეთესო ეს ბიძინა ბარათაშვილზე ალაპარაკი ამ შემთხვევაში მაგრამ ნუ კიდე არიან რა ბიძინა მაყაშვილები და რამიშვილები ბიძინა რამიშვილები და გავიდა შენ გადაცა ეხა გავიდა და შემიძლია თქვა რომ პრესინგი რო ჩაწეროთ YouTube-ზე ნახავთ როგორ ვიმარჯვებ ფინალში კარგად უპირატესობით ძმებში ანუ ნამ პრიზი იყო რომ სევილიაში 3 დღე მიდიხარ ბიძინა ბარათაშვილთან ერთად და მე და დატო ბაციკაძე წავალთ და თამაში ჰიტაც იყო იუტუბერი მაგარი ძმები იქ რაღაცა სევილიაში არ ხარ ნამყოფი სევილიაში კი არ სად არ ვარ ნამყოფი როგორც არც ქვეყნიდან ისტორიაში არ გავსულა შენ არა ხარ ინტროვერტი ტიპი და რატო უნდა რატო არ დადიხარ ინტროვერტობის ამბავი გონია ეგრე არა რატო არ დადიხარ მილიონ პასუხის გაგმობა მე ვიტყვი შეფაგრებს. გაუ მადლობა ქორი თქვი აბა. ნიკოს აქვს მილიონი პასუხის გაგმობა. კარგი. არჩევანი ან წავიდეს პარიზში ან სკოლის ფული გადაუხადოს ბავშვს. აბსოლუტურად მართალია. თან ცირა არის რომ არა ვარ იმას ახალგაზრდობაში კიდე წავიდოდი ჰოსტელში დავწვებოდი და დავიკიდებდი პარკში მძინებია და არა მაქვს ის ამარა. ეხა სადღაცა რომ მიხვიდე და ბილეთი იყიდო და სასტუმროს იყიდო და ვიღაცა დატოვა ვიღაცა და ხო არის რაღაც ის რა გინდა მიშვებენ ხო და მივდივარ სევილიაში მადლობა პრესინგს ვასილ ჟიჟაშვილი გეკითხება რომ ჯიმი საქართველოს ისტორიაში რომელი დებატი გახსენდება ვინმეს რო ურჩევდი ახლა ეგ ხო ნახე და ადრეც მიხსენებია იყო ძალიან მაგარი ჯაფარასი და იმისი უცნობის იქ რო ყავდა მიყვანილი ხო ახლა შეიძლება საუკეთესო ის არისო მაგრამ აი ნაღდი აზარტული ის ჰქონდათ კამათი და რაღაცნაირად გამოჩნდა ვინ სადგას და რა განსხვავებაა ცივილიზაციური რომ აი ხო გეუბნები ძალიან ქრესტომატიული ის იყო იმის არგუმენტი ჯაფარა რო ეუბნება რომ შენი ძმა მოკლედ რაღაც ის ხეირი ნახა სახელმწიფოსგან ამდენი მილიონი და იქნები ბუნებრივია ხელისუფლების ამ ხელისუფლების მომხრეო და ის რო ეუბნება დავაგინო და ეს რო ეუბნება დავგუგლო აი ეს იყო ძალიან მაგარი ხო კიდე ახლა ცოტა ხუმრობით ალეკო ელისაშვილის და ის მანჯავიძე რო შენ ისო პარტიიდან გარიცხულო ნაძირავავ რაღაცა და ალეკომ რომ დაუმთავრა ის და ბადრიშულაძის და გრიშაუნიანის ანუ სუ შენ მაინც ესეთი ბიჭო დებატი ეგა ისე რა არის გრიშაუნიანზე სულ ფიქრობ ხო აი ყველაზე ესეთი სტალინისტი და სტალინის მოყალული რომ ჩაწერო ან იკითხო ყველას ახსენდება გრიშაუნიანი და აი რომ ბატონ გრიშას უფლება რო იყოს და ნება რო იყოს და ხელი რო გააცოცხლებდა სტალინს მაგრამ რა ვიცი სტალინი ახლა ბატონი გრიშა არ არის ღარიბი კაცი კერძო საკუთრებით და იმით და ამით და რავი რომ მოთხოვოს პასუხი სტალინმა მერე რომ ან ალბათ იცის რომ გაკულაკება მოუნდომოს ან სტალინის დროს ხო იყო ფული
არ ვიცი, მე ბატონ გრიშგან ვიცი, რომ რასაც ლაპარაკობ და ადრე იმას ამბობს ეხლა, ანუ ჩემი აზრით პრინციპული ადამიანია, თავისი ის აქვს მოსაზრება, რომელიც არ შეუცვლია და არ არის ხოლმე რაღაც მისგან მედროვეობა მე არ დამინახავს განსხვავებით ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან აბსოლუტურად არ ვეთანხმები მის პოზიციას რაზეც დგას, მაგრამ ამავე დროს ხედავ რომ გულით დგას და არა იმიტომ რომ რაღაცა მოგებანახოს, რაღაც ისჯერა და იმას აწვება. ანუ შეგონია პატარა არგუმენტია, დავარი შონიანი ათქუდა eta იმაში. გიგაც 212 ბატონმა გივი მიქანაძე 2018 წელს შსს აკადემია მიუვერთა თსუ-ს სულ 300-მდე ვიყავით და არ გამოჩნდა იმდენად, რომ მაშინ აკადემიის რექტორი იყო. მივხედავ ტენდენციას, რომ ბატონი გივი რაღაცებს უერთებს თსუ-ს ამისკენაა მიდრეკილი. ხო და მიუშვათ არ აინტერესებთ როგორ აღიქვამს თსუ-ს, მაგალითად თავდაცვის აკადემიას, საავიაციო უნივერსიტეტს, საზღვაოს და ასე შემდეგ, მე მაგრამ მაინტერესებს წარმატებები თქვენ და ბატონ გივისო. ეს მიერთებისვანია მაგარი. შორნა ბარამ მეც ხომ მივიერთე ჩემს სართულზე ერთ ოთახიანია. შორნა ბართაიმ ძალიან სწორი პოზიცია იყო ბჭყალებში უწერია სწორი გპ-ის რექტორი რომ ამბობდა არაფერი არ ვიცოდი, ანუ ჩემზე ნუ გაბრაზდებითო და ინდეს კაცი ხალხი სათრევად არ გაიმეტესო. აუ ისა ხო ეგ კიდე ხო ცალკე საცოდაობა არის ეს პასუხის თავდამდებობის პირი, პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, რომ ელოდება რომ აი რაღაცნაირად იქნებ ამ რეფორმაში თვითონ იქნებ მაინც დარჩეს ან დატოვონ რაღაცა და რაღაც ესეგეთებს გავს. ეს იყო სულნიკო. ანუ კიდე არის, მაგრამ ესე ვარ ჩერო, ყველა რო არ წავიკითხო ხოლმე და რაღაც შერჩევას კონდეს ადგილი დაახლოებით 50%-ს ვკითხულობ ხოლმე და 50%-ს წავკითხავთ ტოვებ, რაც ეს თვალში მოხდება, ჩამოვხედავ და შეიძლება რამე კარგი კომენტარი გამომრჩეს და მაპატიეს. შემდეგზე გადავდოთ მაშინ ამ. იცი რა ხო ეპსტინის ფაილები გინდოდა, მაგრამ კიდევ ნახევარ საათს ალაპარაკობ. ხო, შემდეგ ახლა ეგ ისეთი ნიკო ისეთი ის არის ბომბი გასკდა თუ რაღაც პანდორას ხუთი გაიხსნა რომ ერთი კვირა კი არა, მე მგონი არაერთი თვე და ორი თვე იქნება სულ მედიის დღის წესრიგში და ჩვენც ახლა ვერ მივცევთ ჩვენს თავს უფლებას რომ საერთოდ დავაიგნოროთ. ვინმეზე დაგწყდა გული, ვიზეც ამბობენ რომ იქ არის. ვინ არ არის ნიკო რა მე აი მაგაზე შემდეგ თვალით ჩემი გვარიც კი ჩავწერე იქ. მან მნიშვნელოვანია რომ არის რას ნიშნავს ეგ განვიხილო და ეგ არის გრძელი თემა და ეხლა დამთავრებული გვაქვს და ბოლოში აღარ ვიზამთ მაგას. მადლობა ყურადღებისთვის. ხო, აი მაგ თემაზეც მოგწერონ თუ რამე ან თვითონ საყურადღებო შეხვდათ ამ ეპსტინის. ო და დაგვეხმარეთ შემდეგზე აგებაში იმის ნარატივის. კარგად. დროებით